შიგმზე სანთლადენთო და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისვდა, მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა. გაშლილ ხელის კულზე ედო დედამიწა, რომ კაცთა მოდმისთვის გაეყო ქვეყანა. მის წინ რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი, ფრანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთისნებას მინდობილთ. ზოგს ველი არ გუნა, ზოგს თების ქარაფი, ზოგს ცელი უდაბნო, ზოგს ცხელი მინდორი, ზოგს თამოუწია, ზოგს თისკალთები. უფლის განაჩენი არ იყო სადაო, ხოლო დამგრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველი. რიგი და ქართველი საიდან სადაო? და როცა პირწმინდად დარიგდა მთავარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა. უეცრად ჩვენები სად იყვნენ სადარა წარუდგნენ და ჰკითხეს, ჩვენ რა ვქნათ უფალო? მიწის ამზომველი სულ ძლივს ღაღაფავდნენ, ფრიად დამამშრალი ჩანდა თვითმეუფეც განცვიფთა. ვინ ახართ, სად ახართ აქამდე? მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე. ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნავდები, შენი სამხარგრძელო თასებით დავცვალეთ, რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ. და დაგვაგვიანდა, ჰე ღმერთო მოწყალე, დაბლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო მეუფეო მაღალო. და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, ცუდი თუ კარგი კუთხე, გაეციმთლიერანად, რა გუყოთ ნუს წუხარ, შენ კარგად იყავი, ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა, ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის მთებად. აწიე წარბები შეკრული, სად დაგაბინაოთ, არ არის ორი, ასეთი ლამაზნი, მამაცნი ერთგული, სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც, მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, მე ჩემთვის მინდოდა ღვთიური ქედები. და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ, ხოლო ესედები